ფიზიკური განვითარება ბავშვის. აი სიმაღლეში გაწელვები აქვს, სულ გაწელილია ფაქტიურად ნებისმიერი კუნთი დაწყებული ფეხით და დებით ხელი ყველაფერი არის ჩართული. ყველა კუნთი მოძრაობს, ჯანმრთელობის ამაზე უკეთესი არ არსებობს, რომ ყველა კუნთი მოძრაობს და ამას კიდე ზევიდან ემატება აზროვნებაც. იმიტომ რომ შეჯიბზე რომ მიდის იქ თუ არის აზროვნა, საით გადაიღოს, წანი როგორ შეაბრუნოს, რომელი გამოიყენოს, რომელი არ გამოიყენოს, მარტო ფიზიკური ძალა აშვებს. ასე რომ ჭირდება ცოტა აზროვნებას და ყოველნაირად ბავშვის განვითარებისთვის, როგორც აი პატარები რო იტყვიან, რომ ცურვა არის გადასარევით პატარებისთვის, იგივე არის ცოტა მოზილისთვის უკვე გადასარევი სპორტის სახეობა, რომელიც შეუძლია ივარჯიშოს და აი ყველანაირად არახმა შარშალწინ გავიგეთა დარბაზი, რაც იქნა არ ქონდა ხელოვნური კედელი, დღეს გვაქვს. მოხარული ვართ, იმიტომ რომ ბავშვები ვერ ვარჯიშობდნენ ფიზიკურად. თან მით უმეტეს სპორტი გადავიდა ხელოვნურ კედელზე, ბუნებრივი საერთოდ ამოვიდა და ვცდილობთ რაღაცა შედეგები დავდოთ. აინტერესება დიდია, უბრალოდ კი თითქოს ეს პირობები ყველა ვერ ახერხებს და მეც ფიზიკურად არ შემიძლია რომ მივიღო, იმიტომ რომ ძალიან საყურადღებო სპორტია, ერთი წამით აი იქიდანაც რომ გადმოხდეს შეიძლება ხელი იდგინოს ან რაღაცა დაიზიანოს და ყოველთვის უნდა ყურადღება. აინტერესება არის, ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა და ასე რომ ვთქვათ, პერსპექტივები კარგი არის. აჩნია ხელის შეწყობას საქართველოში გვაქვს საერთოდ ინფრასტრუქტურა, რასაც ქვია, მეგობრობის ძალიან დიდი პრობლემები არის. ერთადერთი მაგალითად სწრაფი ცოცვის კედელი სტანდარტული, რასაც ქვია, თბილისში არის ერთადერთი. მეტი არსად არ არის. არის ოლიმპიურ სახეობაში ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. მეტი არ აქვს საქართველოში. თავარი არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს დარბაზით მე ასე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრობის კუთხით განვითარდა, მაშინ ევროპის დაფინანსების მან გაიღო ამათი და ჩვენ გვიმედი გქონდა მთელ დარბაზს მოგცემა თქვა, მაგრამ პირველ რიგში მინდა რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს ბავშვებისთვის. კიდევ რაღაც დაუმატო, კიდევ რაღაც მიუმატო, რომ უფრო მეტად მოვემზადო, აი იგივე ჩამჭიდები, რასაც ქვია, რაც მეტია, მით უკეთესია ბავშვისთვის. ის რომ ცოცავს პატარა, იქიდან იქამდე ვერ წლობა ზოგი. ამიტომ უნდა დავუყარო, რაც შეიძლება მეტი, რომ იმაზე ივარჯიშოს. არ კონდეს ის გაჭირვება, რომ იქიდან იქამდე მიწო. აი ვიდა და მომავლისთვის, რა ვიცი, ოლიმპიური სახეობაა და თუ კი ამას იქნება ნორმალური, ვეცდებით, რომ ჯერ საქართველოსთან დავიწყებთ და მე საერთაშორისო დონეზეც შეგვიძლია. არის პერსპექტიული ბავშვები, რომლებსაც მონაცემი კოჭებში ეთყობაო, რომ იტყვიან, რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ უნდა ვარჯიში და ინფრასტრუქტურა თავარია. ზვირი სპორტია, აი იგივე თოკი აიღეთ, იგივე აი ეს აიღეთ, იგივე აი ახლა თბილისიდან გადმომიგზავნენ ეს ჩამჭიდების კომპლექტის სურათები. და გადასარევია ოლიმპიის დონეზე რაც იდგა, დაახლოებით იმნაირები არის და ერთი ცალი ღირს 3000 ლარი ამყარა. მე არ ვიცი ტელევიზორში გიყურებიათ თუ არა, ამხელა დარბაზები არის, სადაც მთლიანად შედიხარ და მთლიანად არის ზევი, თქვენ ყველგან კედლები არის გაკეთებული და არის დაყრილი ზეთ რამდენი წინა მიდი და იცოცა და ჩვენ ჯერ მაქამდე ცოტა ვიგვია. საუბარი არის პიონერთა პარკის უკან სპორტული, მე ასე ვიცი, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე იყო საუბარი პიონერთა პარკის უკან. და აქ არა გვაქვს ერთი სახეობა, ეს არის ბოლდერინგი, როგორც ასეთი სახეობა. ოლიმპიური სახეობებიდან ბოლდერინგი და იშვა და სწრაფი ცოცვა. არის ასეთი ორი სახეობა მეგობრობის. აი სწრაფის ცოცვის კედელი აქ გვინდოდა, მაგრამ აქ სიმაღლე არ გაგვიშვა. იქ სტანდარტი არის მინიმუმ 15 მეტრა უნდა იყოს. და იმ საუბრის დროს, რაცა უკან აპირებდნენ კომპლექსის სპორტული კომპლექსი უნდა გაკეთდესო, აი იქ გეგმავთ ამ სწრაფი ცოცვის კედლის აშენებაზე არის საუბარი, რომ იქ სტანდარტული კედელი აშენდეს და შემდეგ იქ როგორმე უნდა ვივარჯიშოთ, ასე რომ ვთქვათ, რომ იქაც აქაც. აქ ვინც მუშაობდა, ჩემი მოსწავლეები ბევრი გიდად რო გაიზარდნენ, გიდებად მუშაობდა. პროფესიონალი გიდები დადგენ, რომლებსაც დაყავთ უჯბაზე, თეთრმულზე, სხვადასხვა მწვერვალებზე. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მთაგორიანი ქვეყანა ვართ, კავკასიონი საქართველო საერთოდ. სამხედრო გამოყენებითი სპორტად ითვლებოდა თავის დროზე ეს სპორტი, მეგობრობა და მთასწორია. ყველა პირველ თანხს რო შევასრულებდით, ეწერებოდი სიაში, რომ იქ რა მოხდარიყო, მთაში შენზე იყო ბევრი რამე დამოკიდებული. პირველი და თავარი ჩვენი ქვეყნისათვის, ყველაზე კარგი სამხედრო განვითარებისთვის არის გადასარევი. მთაში ვართ. და შეძების დაგვარად ვცდილობთ, რომ თავარია ბავშვებს ჰქონდეს სტიმული და იგივე
გავიდე შეჯიბზე, ანუ ორ შეჯიბში მივიღეთ მონაწილეობა, ერთი აჭარის ღია პირველობა იყო კონკურსის გარეშე, უბრალოდ ბავშვები რომ მენახებია ბავშვებისას რომ შეჯიბრი ენახათ რასაც ქვია, ამ კუთხით ვიღეთ. მეორე ადგილი იყო ერთმა ჩვენმა მოსავლემ და შემოდგომაზე ჩატარდა ხერგიანის თასის გათამაშება ბათუმში. საიდანაც გუნდმა წამოიღო ხერგიანის თასი. გოგონა ეკატერინე რატიანი პირველ ადგილზე გავიდა დიდ ასაკში, ხოლო გიორგი ხურციძე მეორე ადგილი დაიკავა თავის ასაკში. რო დადიან ერთმანეთს ყაზბეგელს ცნობს, მესტიელს ცნობს, თბილისელს ცნობს და მეგობრობა აქვს და ამიტაც კიდევ რომ სულიერად ჩამოყალიბებული ხდება. ბუნებასთან აქვს შეხება, კედელთან აქვს შეხება, უკვე წმინდავს. საერთოდ თასოლობა და საერთოდ წმინდავს ადამიანს, რასაც ქვია სულიერადაც და ფიზიკურადაც. და პერსპექტივის იმედი გვაქვს. რთული არის თუ მოდოვებული უნდა იყოს რაც თავარია და შენ თავის უნდა გჯეროდეს. ეს უფრო ექსტრემალური არის რაღაც. კი. ბოლომდე გავყო. დავიღო ალბათ მაღალი წები.